მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ და ჩვენი Facebook-ის გვერდი სახელად კრივის სამყარო განაგრძობს საინტერესო გადაცემების მომზადებას ქართული კრივის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემები ამავდროულად იტვირთება YouTube-ის არხზეც სახელად Boxing Georgia, სადაც ჩვენი გადაცემების გარდა გელით კიდევ არაერთი ძალიან საინტერესო მასალა ქართველი მოკრივეების შესახებ. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას, კვლავ გვექნება ძალიან საინტერესო ეთერი, იმიტომ რომ ყავს ძალიან პერსპექტიული, ნიჭიერი, წარმატებული ახალგაზრდა მოკრივე, ეს არის ლუკა მეგრელი. ლუკა, მოგესალმები, გამარჯობა. გამარჯობათ. მადლობა, რომ პირველ რიგში დრო გამონახე, გვეწვიე სტუდიაში და ჩვენი კრივის კომაგებს მინდა უთხრა, რომ ლუკამ გასულ კვირას ძალიან მაგარი ბრძოლა გამართა საფრანგეთში, საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლა გასვლაზე, სადაც დაამარცხა ქალაქ ტულონში ადგილობრივი მეტოქე, საკმაოდ გამოცდილი, საკმაოდ ძლიერი მოკრივე. პირველ რიგში სწორედ დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აღნიშნული ბრძოლის შესახებ, გარდა ამისა, ვისაუბრებთ ლუკას მიღწევების და ლუკას ამავდროულად გეგმების შესახებ, რა თქმა უნდა. ლუკა, მოდი პირველ რიგში მოკლედ მოგილოცავ ისევ და ისევ ამ მართლაც ბრწყინვალე გამარჯვებას. 6 რაუნდიანი ბრძოლა იყო და მეოთხე რაუნდში დაანოკაუტე შენი მეტოქე, რაც არ არის მარტივი ამბავი. მოდი შენ თვითონ მოგვიყევი, როგორ წარიმართა ბრძოლა, როგორი განწყობით იყავი, ზოგადად რა სიტუაცია დაგხვდა საფრანგეთში და როგორ შეძელია ამ გამარჯვების მოპოვება. მოგესალმებით მეგობრებო. ჯერ მადლობა მინდა გადავუხადო ხართუნა არონიშიძეს, ლელა ადუაშვილს, გიორგი კანდელაკს. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. აი მართლა ძალიან კარგად გაქვთ ყველაფერი დალაგებული იქ, რო ჩავდივართ იქ და ხვედრა იქ ყველაფერი. აი აქედანაც წასვლა ჯერ ჩემთვის პირველი იყო საფრანგეთში წასვლა რა. საფრანგეთში როცა მივდიოდი, ყველა ამბობდა საფრანგეთი მაინც ცუდიაო რაღაცა, თუ არ მოიგეო მართლა ასი თავი ითო შეიძლება მოგება არ მოგცემო და მეც კაი შემართებით ვიყავი ნამდვილად ამ ჩუბზე რა. აი მომზადებაც გავიარეთ ჩემ ტრენერთან ერთად დავით ათუსანთან და ბიჭებთან ერთად გიორგი ხოჯელანთან, გელა ხოჯელანთან, ნიკუშა ხერგიანთან და გიორგი წინკალაძესთან ერთად ეგ ბიჭები დამიდგნენ გულში ძალიან მაგრად. და რო ჩავედით იქ საფრანგეთში, ძალიან მაგარი ხალხი დაგვხვდენი ფედერაციაში რა. ძალიან მართლა მაგარი, ჩვეულებრივად ვიცოდით რა. უბრალოდ ვიცოდით რომ საფრანგეთში იყო ასე არ გავჭმევდნენ, ყურადღებას არ მოგვაქცევდნენ, მაგრამ ჩვენ რო ჩავედით, იმხელა ყურადღება გამოიჩინეს ძალიან დიდი რა. მართლა მაგრამ მოგვაქცეს თუნდაც ჭამაზე, აი ყველგან წასვლა მოსვლაზე, ყველგან ძალიან მაგარი ყურადღება. მაგათაც დიდი მადლობა რა, ასეთი დახვედრისთვის. რაც შეეხება ჩხუბს, ჩხუბისთვის ჯერ ფსიქოლოგიურად ვიყავი მზად რა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ საფრანგეთში ასე უნდა მომეგო. ასე თუ არ მოვიგებდით, ვიცოდი ან ფრეს მომცემდნენ, შეიძლება ან წარმეგო ეგ ბრძოლა რა. და თან ჩემ თავის მჯეროდა ამ გამარჯვების, იმიტომ რომ რაღაც ჩავარდნები მქონდა შეჯიბრებამდე. იყო მიზეზები, პრობლემები მქონდა, რომ მომზადებას ვერ გავიარე ისეთი შეიძლება სათანადო, მაგრამ ეხა ეს ბრძოლა იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავიმარჯვა, იმიტომ რომ რეიტინგშიც რომ დაუბრუნებულიყავი კარგად და აი ბევრს ნიშნავდა რა. და როცა ჩავედი იქ და ვიჩხუბე, ჯერ წონაც რო ჩავაბარე, აი გახარებული ვიყავი, კარგი განწყობა მქონდა უკვე რა. ისიც მოწინააღმდეგე ისეთი კარგი ადამიანი იყო ზოგადად, მოწინააღმდეგე სულ ვაფასებ რა. მაგრამ ის არავინ არ იცის რინგზე რა მოხდება. ეხლა ვერ იტყვი რომ ამ რაუნდში მოვიგებ და რაღაცა, იმიტომ რომ ჩხუბია და შეიძლება მოწინააღმდეგე ისეთი რაღაც გაიკეთოს ვერც მიხვდე რა. ყველა სხვადასხვა სტილები რა. რინგზე ადიხარ და იქ რა ხდება არავინ არ იცის. და როცა ჩვენ ავიწონეთ რაღაცა მეორე და საჩუქრებად დავისვენეთ კარგად, ისინიც ყურადღებას კარგად გვაქცევდნენ. უკვე ხალხიც რა ესე ბალეში ყვენ ეს დიდი მადლობა კიდე ჩემ გულ შემოტკევას, აი ძალიან მართლა მაგრად ამიდექით გვერდში, ყველას დიდი მადლობა. აი თქვენს ძალიან მაგარი ადამიანები ხართ, ყველა მაგრამ მიყვარხართ. და როცა რინგზის დრო იყო, უნდა გავსულიყავი რინგზე, ჩვენთან ერთად იყვნენ ქართველები რა, მოვიდნენ საქართველოს დროშა დავინახეთ რაღაც აწონებზეო და მოვიდნენ რა. აი მაგათი ჩემთან გვერდში ხარდაჭერა ძალიან მაგარი იყო კიდე. აი ესენიც რომ მოვიდნენ მეთქი, ეხლა უფრო შენიანები რო დაინახე დარბაზში უკვე მოგეცა კიდე სხვა. აი თელ დარბაზი ხო მაგას ბალეში ყოფდა, მაგრამ ორი ადამიანი მე რომ ბალეში ყოფდა, აი რამხელას ნიშნავდა, აიცი, მეთქი მე ქართველი გვერდზე არაფრის არ მაშინია რა. ისედაც შიში საერთოდ შიში არასდროს არ მქონია რინგზე გასვლის რა. პირიქით სულ მიყვარდა. ადრე დავიწყე ჩხუბი მე 2017 წელს შემოვედი, კიკბოქსინგით ვიყავი დაკავებული, სულ კიკბოქსინგ ჩხუბობდი. და ეხა 2023 წლის 9 ივლისს გავხდი,
18 წლის და ჩავერთე პროფესიონალურ კრივში რა. მაინტერესებდა ჩემი ძალები როგორ იქნებოდა კრივშიც. როცა წნულში განვართე ბრძოლა ავთანდი ტყემალაძეს დაუპირისპირდი, საკმაოდ კარგად წარიმართა ჩემი მიმართ ეგ ბრძოლა, ნოკაუტით გავიმარჯვე მეორე რაუნდში და მომეწონა. მის მერე გადავერთე კრივზე ვარჯიში დავიწყე. აი უფრო და უფრო უმატებდი, უფრო და უფრო ვცვლიდი რაღაცა ჩემ თავში რა იყო შესაძლებელი რა არისო რა. კიდე კი ბუხუტისთან წაგების შემდეგაც ბევრი რამე შევცვალე ჩემ თავში, აი ბევრი ვიმუშავე, ჩემ ტრენერთან ერთად ვიმუშავე მაგ ყველაფერზე, ბევრი მინუსი ვნახე მაგ ჯგუფში, ძალიან ბევრი მინუსი მქონდა, მაგრამ გამოვასწორეთ ეგ ყველაფერი და სამოვალოდ კვირდებით ყველაფერი კარგად იქნება და წავა. მეც მომუმატებთ, ეხლა ამ შედეგზე არ გავჩერდებით, რა თქმა უნდა. ეს შედეგი დასაწყისია, ჯერ არაფერი არა, ჯერ პირველი ნაბიჯებია, ჩემი რინგზე რაც შევდგი ფეხი რა და კვირდებით რომ მართლა მაგარ შედეგებს გავაკეთებ. აი საქართველოს არასდროს შევარცხნილ რა. სულ ვაშკაცური ბრძოლები მექნება, აი კვირდებით. და რაც შეეხება, როცა რინგზე მე ავედი და ჩვეულებრივად ბალეშიკობა საფრანგეთში ძალიან მაგრა იციან, მეც დამიკრეს ტაში, როცა ჩვეულებრივად დროში შევედი და ჩხუბი როცა მიმდინარეობდა, ჩემ დარტყმებზეც ტაში მიკრავდნენ ძალიან მაგრად რა და აი როცა მეოთხე რაუნდი დაიწყო რა, ტრენერმა მითხრა ლუკა ორი რაუნდი გაქვს კიდე დარჩენილიო. ეხაო მიდი დაიწყო, კარგად ჩხუბი შენ მაგისთვის მზად ხარო და აი ეგ მეოთხე რაუნდში უკვე თქვი რომ მეთქი აქ უკვე ყველაფერს გავაკეთებ. და დაიწყო ჩხუბი, უკვე მივხვდი რა, დავიწყე შეტევა, გადავედი შეტევა და უკვე მივხვდი როგორ უნდა მეჩხუბა, უკვე შევცვალე მაგ მეოთხე რაუნდში ჩხუბი და აი ეგ დარტყმა რომ მოხდა, ყობაში რომ ჩაჟდა კარგად და რო ვეღარა დგა, აი ძალიან ბედნიერება იყო, აი ქართველი რო იძახის საგოლ მაგარი ხარო, ძალიან მაგარი რაღაც შეგრძნება იყო რა. აი თელი დარბაზი კიდე მეც ბალეში ყოფდნენ, იმასაც ბალეში ყოფდნენ რომ რაფაელი რაღაცა და მართლა მაგარი იყო. აი მოწინააღმდეგე კიდე ძალიან მაგარი ადამიანი იყო, დიდი პატივისცემა ჩემგან მაგ მოწინააღმდეგეს. ხო, სხვათა შორის ეგ ბრძოლა ჩვენც დავდეთ, მე ვიდეო გავრცელდა შენ მწვრთნელის გადაღებული და ძალიან საინტერესო იყო, მარტო თვითონ ბრძოლა კი არა, მწვრთნელის კომენტარებიც ბატონ დავითის როგორ მოგიწოდებს, როგორ მიდის და მაინც რო უკმაყოფილოა და ბოლოს რო გეუბნება დასაბრედი ხარ. ანუ ეს რასთან იყო დაკავშირებული, რომ ვთქვათ მაყურებელსაც, უფრო მეცელოდა და უფრო მეც ითხოვდა შენგან. ჩვენ ტრენერი სულ ესე არა, ჩვენგან სულ მეცელოდება, იმიტომ რომ ჩვენი შესაძლებლობები იცის რა შეგვიძლია ჩვენ, იმიტომ რომ ეგ გვსდის ფაქტიურად სულ რავი რამდენი ხანია უკვე მე-7 მე-8 წელი იწყება მაგასთან ვარ და ჩვენი ოჯახის წევრია რა, ეგ გვსდის და მაგან იცის უკვე ჩვენ რა შეგვიძლია, რა არ შეგვიძლია. ჩვენი მინუსიც იცის, ჩვენი პლუსიც იცის და მაგიტო გვეჩვევოდა რინგზე რომ ლუკა მაინც დასაბრედი ხარ, იმიტომ რომ მე შემეძლო ადრე დამეთვალებია ბრძოლა. მაგიტო მითხრა რომ დასაბრედი. კი, და სხვათა შორის ბატონ დავითი გამოირჩევა ამ თავისი დამოკიდებულებითაც, თავისი შეგირდების მიმართ, აი თქვენც რაღაცნაირად ერთ გუნდად ხართ მართლა შეკრული და ძალიან სასიამოვნო და კარგი სანახავია ხოლმე. იგივე თქვენი გუნდელები არიან ძმები ხოჯელანები, რომლებიც პროფესიონალურ რინგზე უკვე სადეს ბედი და ძალიან მაგარი და ძალიან პერსპექტიული და მართლაც ისე უყურებთ რომ შეუძლიათ კიდევ უფრო მეც მიაღწიონ. აგერ შენ ხარ ესეთი ბრძოლისუნარიანი ბიჭი და კიდევ ყავთ მე ვიცი გუნდში რამოდენიმე მოკრივე, ვისაც შეუძლია რომ ხვალზე უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს. ლუკა, აუცილებლად ვისაუბრებთ რა თქმა უნდა თქვენ გუნდზეც და თქვენ კლუბში, თქვენს ურთიერთდამოკიდებულებაზეც. ბევრი გვაქვს ამ კუთხითაც სასაუბრო და საინტერესოა, მაგრამ მოდი დავიწყოთ ჩვენმა მაყურებელმა რო უკვე გაგიცნოს. პირადად შენზე, როდის დაინტერესდი ზოგადად საბრძოლო ხელოვნებებით, რატომ დაინტერესდი, რატომ შეხვედი, რატომ დაიწყე ვარჯიში ბატონ დავითთან და როგორ მოხვედი და როგორ წამოხვედი და როგორ მოხვედი დღემდე? დიახ, პირველად დროს შევედი, სუქანი ბავშვი ვიყავი რა. პუტკუნა ვიყავი და ასეთი დიდ რინგზე მეჩხუბა რაღაცა, არ მქონდა რაღაც ისეთი შემართება, მაგრამ წონის კლევა რო დავიწყე და უკვე რომ მოვდიოდი კარგად, პირველი შეჯიბრი ვიჩხუბე, ღია რინგი ჩვეულებრივი, გუნდური. ორ კვირაში სადღაც რაც ვარჯიში დავიწყე და ეს მომეწონა რა. რაღაც იქიდან ბალეშიკობა, იქიდან ის, იქიდან გარემო სიტუაცია ძალიან მომეწონა რა. ეს დარტყმებიც ეხა არაფერი არ იყო დიდად რა. სულ არასდროს არ მეშინოდა, არასდროს. პირიქით მქონდა რომ უფრო მეტი და მეტი გამეკეთებია და ეს პირველი ჩხუბი როცა ჩავატარე, ტრენერმაც მითხრა რომ შენ იარეო და კარგ ბიჭს დაგაყენებო რა. და მეც ეხა მაშინ პატარა ვიყავი ეს სიტყვები რაღაცა გახარებს ყველაფერი და
დედამ შემიყვანა, დედამ და მამამ გადაწყვიტეს რა. მეც დაკლევა მინდა და უკვე კომპლექსი მქონდა ეს სიმსუქს ძალიან დიდი ბავშვი ვიყავი და ხო, იორჯიშეო დაიკლეფო ცოტასო რაღაცა. საერთოდ არ ვფიქრობდით ამ დიდ რინგზე რომ დავდგებოდი რაღაცა ვის კონდა საერთოდ არავის. და ეს დრო და მომეწონა რა და უკვე მივუდექი სერიოზულად ტრენერიც უკვე მავორჯიშებდა რაღაცა ყურადღებაც გამოიჩინა მეტი და მე უკვე დავიწყეთ შეჯიბრებებზე, სხვადასხვა შეჯიბრებებზე მონაწილეობა. შეჯიბრებებზე რო იღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, შეჯიბრებებზე რო იღებ მონაწილეობას, უკვე გამოცდილებას იღებ. ერთი შეჯიბრი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს და ძალიან მომეწონა მიმიზიდა ამ სპორტმა რა. კი, ფეხბურთი იყო, ცეკვა იყო, რაღაცა, ყველაფერს უყურებდი. ეხაც ძალიან მაინტერესებდა, დიდი გულშემატკივარი ვარ ჩვენი ქართველების რა. სულ უყურებ ყველაფერს, არაა პრობლემა მაგაზე. მაგის დროს სულ მაგერა, სულ გამოვნახავ. და მომეწონა ეს კიკბოქსი რა, დავიწყე სულ მეთქი, დავიწყეთ კიკბოქს, ვიჩხუბებ კიკბოქს. მაგრამ ეხა სოფელი მაქვს ლეჩხუმში რა, იქაც ხანდახან მივდიოდი ხოლმე და იქ მოვარჯიშებდნენ კრივს რა, ხელებით მარტო. ხელები უფრო მომწონდა, ჩემი სტილი უფრო ხელებით იყო რა. მაგრამ ფეხით ეხა მამა ჩემს მოწონდა, ფეხით უნდა იჩხუბო რაღაცა, კაიაო რაღაც და სულ მივაწეხით ამ კიკბოქს რა და რავი, კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონიც გავხდი, ევროპაც მოვიგეთ კიკბოქსინგში. და მის მერე გავხდით 18 წლის რა, დათოს ამას მითხრა რომ ჩემო ტრენერმა რა შევხედო თუ აბა თუ გინდაო პროფესიონალურ კრივ მოცადოთ ძალევიო თუ გინდაო მოყვარულებიდან დავიწყოთ და მოყვარულებიდან ეხლა რა როგორაა მოყვარულებში თითქმის კიკბოქსის გავიარე მაგრამ კი სამოყვარულო კრივი სულ სხვაა რა თქმა უნდა ხო მაგრამ ჩვენ გავლილი ქონდა რაღაცა ფეხები ხელებით მაგრამ ვარჯიშობდით ხელებსაც დარბაზში რა თქმა უნდა რო გავმართ ეს პროფესიონალურ კრივი ძალიან მართლა კარგად განიმართა აი საერთოდ ძალიან კარგად მომეწონა რა თან ეხა ყემალაძეს ჩხუბები ნანახი მქონდა, გადავხედე აქ რო ჩაატარა ჩხუბი, ძალიან გამოცდილი სამოყვარულო კრივში კიდევ ძალიან მაგარი გამოცდილი კარგი. ის ვისაც ეჩხუბა ის ძალიან მაგარი ბიჭი იყო და გადავხედე ძალიან კარგად ჩაუჯექი მაგ ჩხუბებს, ვემზადებოდი, ძალიან მაგრად მოვემზადე მაგ ჩხუბისთვის და მოვიგე ნოკაუტით. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემ ტრენერის დამსახურება იყო, მიმითითა რა უნდა მექნა, როგორ გამეკეთებია. აი ჩემ ტრენერი ვარ ყოლო და ალბათ რავი ამ შედეგს ვერ დავდებდი ვერც აქ 30 მარტს და ვერც იქ რა თქმა უნდა ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მწვრთნელმა სწორად მიგითითოს ენდობოდეს მწვრთნელი და შეგირდი ერთმანეთს ამ ყველაფერში და ეს საერთო ერთიანობა ქმნის მერე იმ წარმატებისთვის საწინდარს და იყოს რა თქმა უნდა ჯანსაღი დამოკიდებულება თქვენ შორის. ლუკა, ზოგადად აი ეს მაინტერესებს, თქვენ ხართ ერთ-ერთი მართლა ჩემთვის, ახლა მე ყველას ვაკვირდები და რა თქმა უნდა არიან ერთ მეორეზე კარგი კრივის კლუბები გვაქვს და კარგი კლუბებიდან არიან ხოლმე ბრძოლები, მაგრამ რაღაც სხვანაირად შეკრული გუნდი ხართ, არა მარტო უშუალოდ თქვენ, არამედ აი რაღაც თითქოს გულშემატკივართან ერთად, იმიტომ რომ ძალიან მრავალრიცხოვანი და ძალიან ესეთი ხმაურიანი და აქტიური გულშემატკივრებიც ყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის პროფესიონალურ კრივში, მით უმეტეს გულშემატკივრის გარეშე არ არსებობს პროფესიონალური კრივი და თქვენ გამოგარჩევთ ეს ყველაფერი. ამ ყველაფრის სული და გული არის ბატონი დავითი, რომელიც მართლაც აი თავისი ისე გამიკვირდა იქ საფრანგეთში რომ ბატონ დავითს ქუდი არ დაგაფარა თავზე თუ იმ სიხარულისგან აღარ გახსოვდა არა დავიფარე ქუდი მაგრამ არ დამაფარე არც რუსა შემატანეს და არც ხო კიდეც არა თორე ხო და თუნდაც ეს რაღაცა გამოხატო ამ ქუდის იმით რაღაცა თქვენი ნიშა გიჭირავთ ამ კუთხითაც როგორ დამოკიდებულება გაქვთ ზოგადად თქვენი კრივის კლუბის შიგნით იგივე მწვრთნელთან იგივე ერთმანეთთან კლუბის მებრძოლებს ჩვენ როცა დარბაზში ვარჯიშს ვიწყებთ ჯერ რა თქმა უნდა ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ ყველა აი ვინც იქ ვართ ყველა ვართ ძმები და ერთი დიდი ოჯახი ვართ იქ ვინც ვართ და ჩვენი თითოეულის ბრძოლა თუნდაც ხოჯელანები როცა ჩხუბობენ როცა მე ვჩხუბობ აი ჩვენი ემოცია აი ძალიან დიდია რა ჩვენი ემოცია იმაზე დიდია ვინც რინგზე დგას შეიძლება ის ვაფშე არც ნერვიულობს არაფერი მაგრამ ჩვენ ისე ნერვიულობთ იმ ერთმანეთს მაგ დროს აი ვერ აღწერ რა და დაცა მართლა ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში იმიტომ რომ ჯერ მარტო ვარჯიშს დავანებოთ თავი, აი გველაპარაკება, ისეთ რაღაცეებზე გველაპარაკება, რომ აი ჩხუბშიც გამოგადგება და ცხოვრებაშიც გამოგადგება რა. და აი ზუსტად ეს ყველაფერი გვასწავლა, ამდენი ხანია ვარჯიშობთ უკვე და ეს ძმაკაცობაც კარგად გვასწავლა უკვე მაგან და აი მაგ დარბაზში ვისწავლეთ ყველაფერი ერთად რა. ძმაკაცობაც, იქ რომ მიდგომა, იქ ვარჯიში როგორ დავიწყოთ რაღაცა და ჩვენ გვაქვს
როგორც დავიწყებთ, ისე ვამთავრებთ. არანაირი ლაპარაკი ზედმეტი არაფერი რა. დისციპლინა, რა თქმა უნდა. ვარჯიშია, მეგობრობაა უკვე. სავარჯიშოდ როცა მივდივართ, იქ всё მორჩა ყველაფერი. აი დაცვა ეს ამაშია გამორჩეული ჩვენ ტრენერი ხარ, ჩემ ტრენერობა მაგიტო კი არ ვამბობ რა. მე პირადად ვამბობ, რომ იცის რა, როგორ უნდა დაიწყოს და დაამთავროს. და კი, შედეგიც აი სახეზეა რა. ძალიან მართლა მაგარი მასწავლებელია. აი ეჭვიც არ შეგიპაროთ მაგაში, რომ ძალიან აი დალაგებული აქვს ყველაფერი, როგორ უნდა გააკეთოს და რა გორა. ყველაფერი თავის ადგილზე. და რა შეიძლება კიდე ჩვენ რა ყველა ერთ გულში მატკივარი რა. როცა ის ჩემი ძმაკაცი რინგზე ჩხუბობს, აი მინდა რომ ისე უბალეშიყო რომ აი გაიგოს, მაგრამ არა და მაგდროს რინგზე ერთი რო ეუბნება უფრო კარგად ესმის არა და 10 ხარ როგორ გავაკეთეს როგორ ვერ მოусმენ რა თქმა უნდა ყველას, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია რა როცა შენიანი გვალეშიკობს ასე ძალიან დიდი უფრო მაგარი შემართებით ხარ და მიდიხარ. და ასეა რა. და მართლა მაგარი ურთიერთობა გაქვს ყველა თითოეულ აი პატარებიდან დიდებს ძალიან მაგარი ურთიერთობა. არავის არ გამოვარჩევთ დარბაზში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ვინც ვართ იქ დარბაზში, ვინც ვარჯიშობთ, რა თქმა უნდა. რატომ უნდა გამოვარჩევთ? თუ კაი პატარა ბავშვია რა, პატარა ბავშვი გაიზევა და ისწავლის ისიც და ჩვენთან ერთად იზრდება ყველა ეს. ამიტომ ვართ ასე მართლა გამოსარჩევია ხოლმე ეს გულშემატკივრობაც ერთად დგომაც და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ერთად მიაღწევთ დიდ მიზნებსაც აქედან გამომდინარე და მინდა გისურვოთ ამ კუთხითაც წარმატებები. ლუკა, შენ თვითონ ახსენე შენი განვლილი ბრძოლები, მართლაც შენ რო პირველი ბრძოლა ჩაატარე ავთანდილ ყემალაძის წინააღმდეგ, სადებიუტო ბრძოლა იყო, შენ ახალგაზრდა ბიჭი ხარ, დამწყები ხარ ფაქტიურად მაგ ბრძოლაში და რა თქმა უნდა, კარგ ბრძოლას ველოდით, თუმცა ერთგვარად სენსაციაც იყო, იმიტომ რომ ყემალაძე ძალიან გამოცდილი, ძალიან კარგი მოკრივე, ძალიან სწრაფი, ძალიან მოძრავი თუმცა შეძელი და იმ წნორის ბრძოლების ერთ-ერთი ასე ვთქვათ ჰაილაითი იყო შენი გამარჯვება ვადაზიადრე შეძელი მაგ ბრძოლაში მოგება. შენ თვითონ თქვი რომ მოგცა მან გარკვეული სტიმული და უფრო და უფრო მეტი მოინდომე. თუმცა ამის შემდეგ იყო მარცხი, რომელიც ასევე შენ აღნიშნე ბუხუტი ტატიშვილთან, რომელიც ბუხუტიც თანამედროვე ქართული პროფესიონალური კრივის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი არის. ანუ შენ რეალურად გაქვს გამოცდილება მიღებული უკვე აი ამ ძალიან კარგ ქართველ მოკრივეებთან. რა არის უკვე შენი სამომავლო გეგმები? რა გასწავლა ამ ყველაფერმა, აი ამ ბრძოლებმა რა გასწავლა, რა დასკვნები გამოიტანე, როგორც გამარჯვებამ, ასევე მარცხმა და აქედან გამომდინარე სამომავლო გეგმები უკვე რა არის საქართველოში შენი პროფესიონალურ კრივში? ჩემი გეგმები ჯერ წაგებამ მასწავლა ის რომ მეტი დაკვრებული უნდა ვიყო ვარჯიშზე და მეტი მონდომებული უნდა ვიყო ვარჯიშზე. აი ეს მასწავლა წაგებამ და მეტი შრომა. მეცი შრომე, რა თქმა უნდა, შედეგს მოიტანს, შრომას შედეგს დებს. ბუხუტისთან როცა წავაგე, თავიდან ვფიქრობდი მეთქი რომ წავაგე სიო რაღაცა ესეთ ფიქრებიც მქონდა რა, ასეთ წაგებას არ მოველოდით. არავინ რა და მეთქი სიო რაღაცა გულს ამიცრუდა რაღაცნაირად, მაგრამ დამელაპარაკე ტრენერის დამელაპარაკა სახშიც დამელაპარაკეს რომ ეს მოგება, ეს წაგება უნდა იყოს მომავალში შენი მოგებაო და მართლაც ეგრე გადავწყვიტე, დავიწყე ძალიან მაგრამ მეუდექი ვარჯიშს, უკვე მეტი ყურადღება დავუთმე, აღარც გარეთ რაღაცა, უფრო ვარჯიში. და შედეგიც დავდე რა, აი აქ საფრანგეთში ვიყავი ხა 6 რაუნდი უნდა მეჭყვა და მე-4 რაუნდში მოვიგე ნოკაუტით. ეს ყველაფერი იყო შრომის, რო არ მეშრომა, ვერ მოვიგებდი, აი ვიცი. ხო, აი სხვათა შორის მაგას ამბობენ, რომ ზოგადად მოკრივემ უნდა ისწავლოს წაგებაზე, იმიტომ რომ და განვითარდეს წაგებაზე, იმიტომ რომ იქ ჩანს ზუსტად შენი მინუსი, რომ სადღაც რაღაცა დააკელი, სადღაც ესე იგი მეტი გჭირდება შრომა, სადღაც რაღაცა და ვისაც შეუძლია აი ამ წაგებაზე სწავლა, ის ხდება მე დიდი ჩემპიონი და ვინც ნებდება, ის ვეღარაფერს ვეღარ აღწევს. და ეს აქვს ნათქვამი ყველა დიდ ჩემპიონს, ეს აქვს ნათქვამი საქართველოში სხვათა შორის აი სულ იმას ვიხსენებ ხოლმე რა, ეხლა მე მინდა შენთანაც რო თქვა ამის შესახებ. ლაშა გურული ქართული კრივის სახე არის, სამოყვარულო კრივის და ეხლა ოლიმპიადაზე იჩხუბებს ამ ზაფხულს და მინდა რომ წარმატებები უსურვო და ლაშას აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი, რომ მე რო დავიწყეო კრივში, წავედი პირველ ტურნირზე გამანადგურესო. მაგრამ მივხვდიო რომ კი გავნადგურდი და ის, მაგრამ მეც ორი ხელი მქონდა ჩემ ეტოქესაც და მივხვდი რომ თუ ვივარჯიშებდი მეც შემეძლო. მეორე ტურნირზე წავედიო, კიდე წავაგეო და ჩემთან ერთად ვინც იყო
ჩემ გვერდითო იმანო ჩემზე 10 თავით უფრო ნიჭიერი იყო და 10 მაგათ უფრო მაგრად იბრძოლაო, მაგრამ ბოლოს რაღაც მომენტში იმანაც წააგო, ვაფშე შეეშვა კრივსო და მე პირიქითო დავინახე რა მქონდაო გამოსასწორებელიო, დავიწყე იმაზე მუშაობაო, დავიწყე ვიმუშავე, როცა წავაგეო რა უყურე, გავაანალიზე და იმაზე ვიმუშავეო და ისე განვითარდა რომ დღეს არის აი ესე თითიცაჩვენებელი მოკრივე და სწორედ ამაშია წარმატების ის რომ და იმასო ჩემზე ნიჭიერი იყო ჩემ გვერდით შეეშვა ჩამოყარა ხელები და იმის სახელი არავინ არ ვიცი და დღეს ყველა ვახსენებთ ლაშაკურს ხო აი ამაში არის კიდე ერთგვარი ეს წარმატების ფორმულა ასე ვთქვათ რა ლუკა შენთან კიდე ერთი კითხვა მაქვს ასეთი ზოგადად ეხლა უკვე საზღვარგარეთაც გაქვს გამართული ბრძოლები, საქართველოშიც გაქვს გამართული ბრძოლები. პირველი უпростоრად უკვე გამოცდილება მიიღე იქაც და თქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შენთვის გულშემატკივრის მხარდაჭერა, თუმცა ქართველი მოკრივეები ამბობენ ხოლმე ორი სახის მოკრივეები გვყავს, რომლებიც ზოგი ამბობს, რომ ეს საზღვარგარეთ უკეთ გამომდის ბრძოლა, იმიტომ რომ უფრო თავისუფლად ვარ იქო, იმიტომ რომ საქართველოში როცა ვარ იქ მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ საკუთარ გულშემატკივარ როცა მიყურებს და შესაბამისად უფრო ვერ ვიხსნები საზღვარგარეთ ეს წნეხი არ მაქვს უფრო ვიხსნები დასაკარგი არაფერი მაქვს და გაცილებით კარგად გამომდის ბრძოლაო მეორეები არიან ვინც ამბობენ რომ არა მე საქართველოში როცა ჩემი გულშემატკივრის მხარდაჭერას გრძნობ უფრო უკეთ ვიბრძვი საზღვარგარეთ როცა არის მეტოქის გულშემატკივარი მეტოქის რინგი და ამ შემდეგ ცოტა მიჭირს ეს ყველაფერიო და შენ შემთხვევაში როგორ არის ახლა რასაც საქართველოში უფრო გიადვილდება თუ საზღვარგარეთ ჩემ შემთხვევაში საქართველოში რა თქმა უნდა მიადვილდება იმიტომ რომ მაინც ჩემი ქვეყანა როა და რაღაცა მაგრამ ეხლა ისეთი შემართებით ვიყავი საფრანგეთში წასული რა ძალიან ჩვეულებრივად ვიცოდი რომ ისიც ადამიანია მეც ადამიანი ვარ და რაც შეუძლია იმას ის შემიძლია მეც და იმიტომ რომ ვიცოდი გულშემატკივარი მყავდა ისედაც საქართველოში ძალიან ბევრი წერდა, მიკითხავდა, მირეკავდა რაღაცა. სხვათა შორის შენი ვიდეო გამარჯვებისაც ერთ-ერთი ჩვენ გვერდზე ძალიან ბევრი ნახვები აქვს და ძალიან პოპულარულია და არ ვარდება რეიტინგი ყოველ მომდის და მომდის შეტყობინებები. და მაგ ხალხს ყველას ძალიან დიდი მადლობა და აი ძალიან თავისუფლად გრძნობდი საზღვარგარეთ თავს ეხლა, იმიტომ რომ ვიცოდი ნავარდიშები მქონდა მაგ ყველაფერზე, თუნდაც გამძლეობაზე, თუნდაც ისრაფეზე, თუნდაც უდარზე დარტყმებზე. და ვიცოდი უკვე რინგიდან ჩემ მოწინააღმდეგე და მე ვიყავით რინგზე უკვე. ტრენერმა უკვე დარბაში დატოვა ის ყველაფერი, ემოცია ის ყველაფერი და იქ ჩემი გასაკეთებელია უკვე რინგზე რა. და არ უფერი მქონდა სანერვიულო და არც ნერვიულობდი რა. რო ნერვიულობ, всё, აღარ გამოგდის ისეთი ბრძოლა, როგორც უნდა გამოგევიდეს. და აქ შემართება მქონდა რომ არ ვინერვიულებ, მე რა რო სხვა ქვეყანაში მიდივარ, ბალეშიკები იმას თუ ყავს, მეც ყავს ძალიან ბევრი ბალეშიკი ყავს მეთქი და აი ამ შემართებით ვიყავი და მართლა ძალიან კარგად წარიმართა ეს ბრძოლა, ძალიან კარგად წარიმართა და რომ გამარჯვებული დავბრუნდი, აქ საქართველოში ეს ქართველმა ხალხმა და მანათსავებმა და იმასმა რომ ნახეს, აი რამხელა ემოცია და ის გადაუწეს, აი ვერ ვიტყვი რა, ყველა რომ მოგეცა ხო მაგარი სტილი. ძალიან მაგარი იყო რა და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეხა საზღვარგარეთ ვიჩხუბებ თუ აქ, იმიტომ რომ ჩემთვის ეხა ორივე მნიშვნელოვანია აქ ვიჩხუბებ თუ საზღვარგარეთ. ორივეში უნდა გავაკეთო ყველაფერი რაც შემიძლია. და ერთი და იგივეთ მიმიჩნია, თუნდაც იქ მიჩხუბია, თუნდაც აქ, იმიტომ რომ აქაც ყავს გულშემატკივარი და როცა იქაც მივდივარ, იქაც ყავს გულშემატკივარი. მე ასე მივიშლე. რა თქმა უნდა, ეგრეც უნდა იყოს, ეხლა შენ რაც თქვი რომ ერთი ის ფსიქოლოგიური პრობლემა თუ არ მოიხსენი თავიდან და არ იმასქენი რომ დაიწყე ფიქრი იმაზე რომ არ იქ მეტოქეს პირიქით, იქაც მით უმეტეს საზღვარგარეთ ისეთი გულშემატკივარია თუ მაგრად იბრძვი და ვაჟკაცურად იბრძვი, შეიძლება შენი გულშემატკივარი ხდებიან. ნეიტრალური მოდიან, იმიტომ რომ აფასებენ ისინი, ძალიან მაგრად აფასებენ აი ამ ვაჟკაცობას და ღირსეულს და გამარჯვებულს და პირიქით უნდა ისინი შენ გულშემატკივრებად აქციო და კიდე ერთი რაღაცა მენიშნა შენ იმაში რა. წლების განმავლობაში იყო საქართველოში და ქართველ მოკრივეებში გამეფებული აი ეს ნეგატიური მუხტი, რომ აზრი არ აქვს, მაინც არ მომცემენ, მაინც ის და მოდი ის და რაღაცა და რა აზრი აქვს ვარჯიშს და ამ შემდეგ, მაგრამ ზუსტად ეს არის, რომ აი შენაირი მოკრივეები და დღესდღეობით უკვე იცვლება ეს ტენდენცია, რომ აი ბრძოლებს არ აძლევდნენ და ამ შემდეგ, იმიტომ რომ ზუსტად შენაირმა მოკრივეებმა ესეთებმა, ვინც მოინდომეს, ვინც წინასწარ იყვნენ იმ განწყობით, რომ მე უნდა ამას თავი მოვაგლიჯო, იმიტომ რომ სხვანაირად
გამარჯვება უნდა წავიღო, გინდა მოწყურებული ხარ ამ ყველაფერზე და მზად ხარ რომ თავი მოაჭამო იმ ვიღაცას და შესაბამისად მომზადებულიც მიდიხარ წინასწარ და არა ისე რომ ყურებ ჩამოყრილი რომ აი მაინც არ მომცემენ და რა აზრი აქვს ეხლა ჭუბს. ამიტომ როცა გაქვს შესაბამისი განწყობა, როცა გაქვს შესაბამისი მომზადება უკან, ამან უნდა მოგცეს ის განწყობა და თორე თუ არ ემზადე რა როგორ უნდა შეიქმნა ეხლა შენ მაგარი განწყობა რომ ვიღაცას თავს მოაგრძელო, როცა ნავარჯიშები არ აქვს. ნავარჯიშები რო გაქვს და შრომა რო გაქვს ჩადებული და დარწმუნებული ხარ შენ თავში რომ იმსახურებ ამ ყველაფერს შენი შრომიდან გამომდინარე. მე გეძლევა ეგ თავდაჯერებას და აქედან გამომდინარე შრომიდან, თავდაჯერებიდან და მიდიხარ საბოლოო შედეგამდე, რომელიც აგერ ბატონო ფაქტის სახეზეა 18 წლის ბიჭმა ისეთი მაგარი და გამოცდილი მოკრივე დააგდო რომ რა ვიცი. ხო და ამაშია ზუსტად წარმატების ფორმულა. ხელი კი არ უნდა ჩაიქნა, უნდა იყო განწყობილი რომ 3 ჯერ უფრო მაგარი უნდა ვიყო, 10 ჯერ უფრო მაგარი უნდა ვიყო, შეგიძლია ვივარჯიშო და უნდა წამოვიღო ეს ბრძოლა და აგერ არის ფაქტია მაგალითი, ცოცხალი მაგალითი აგერ აქვს და მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოშიც ლუკა ფაქტიურად ეხლა ეს ყველაფერი არის შენი დასაწყისი არის. ეხლა დგავ პირველ ნაბიჯებს რა ეს არ არის რაიმე საბოლოო მიღწევა და მიზანი კი არის ეს არის დასაწყისი. და დარწმუნებული ვარ რომ საქართველოშიც საზღვარგარეთად შენ გექნება ძალიან მაგარი ბრძოლები ხოლმე და ველით ქართული კრივის კომაგები ყველა ძალიან კარგ შედეგებს შენგან მით უმეტეს როგორც უკვე აღნიშნე შენ ხარ ისეთი მოკრივე რომელსაც შეგიძლია რომ იმ ისედაც ყავს გულშემატკივრები ბევრი და იმუშაო და მიიმხრო და გულშემატკივარი შენსკენ მოიზიდო ასე ვთქვათ რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ პროფესიონალური კრივი გულშემატკივრის გარეშე არ არსებობს ვისაც ყავს გულშემატკივარი ის არის წარმატებული და გააგრძელე ამ კუთხით მუშაობა გეტყოდი შენ თავზე მუშაობა შენ მწვრთნელთან ერთად შენ დარბაზში და დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება რომ ძალიან კარგი შედეგები გექნება ამავდროულად უნდა გკითხო აუცილებლად ეხლა ჩვენ ვახსენეთ ბუხუტისთან შენი მარცხი არ შეიძლება რომ ამაზე არც ჩაციკლა შეიძლება ზოგადად მარცხზე მაგრამ არ შეიძლება ზოგადად დავიწყებაც და ქართულ და ზოგადად კრივში ეგ პრინციპი არის რომ მარცხის შემდეგ ყოველთვის ცდილობ რომ რევანში აიღო შენ თუ გაქვს აი ამ რევანშის სარევანშო ბრძოლის გამართვის სურვილი საომავლო რა თქმა უნდა მაგ ბრძოლისთვის ჯერ ორ ჩხუბს სამს მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ჩხუბი მომიწევს ბუხუტამდე რომ მივიდე ისევ მე სულ ორი ბრძოლა მქონდა, როცა ბუხტის დაუპირისპირდი, მაგას მქონდა ალბათ 11 ან 10, არ ვიცი. ეგ არასრულწლოვანი იყო, ჯერ კიდე მაშინ აქვს შეტარებული ბრძოლა, მაშინ შეიძლება. ძალიან მართლა მაგარი ბიჭია ბუხუტი, დარტყმა ძალიან ხმელი ხელი აქვს, რასაც არ მოველოდი, არ მქონდა მაგაზე ნამუშევარი მაშინ. და რაც შეეხება რევანს აუცილებლად გავამართავ ბუხუტისთან, აი აუცილებლად და სულ სხვა ბრძოლა შემოგთავაზებ. სულ სხვანაირ ლუკას ველოდები. რა თქმა უნდა, სულ სხვა ლუკა იქნება ბუხუტისთან რინგ როცა გაიზიარებს. აი, დამჯერა ამ ყველაფრის რა. ჯერ დამწამს რა თქმა უნდა ამ ყველაფერში ღმერთი დამეხმარება და მე ჩემი ხალხი, ჩემი ტრენერი, ჩემი ბიჭები, ვინც ჩემთან ერთად ვარჯიშობენ ეგენ მაგრამ დამიდგებიან ამ ჩხუბში გვერდში. და რაც შეეხება კიდე ბუხუტისთან ბრძოლას როცა დავმარცხდი, აი ძალიან არავინ არ მოველოდა ჩემ დარბაზიდან ასეთ მარცხს, იმიტომ რომ მაშინაც მომზადებული ვიყავი, მაგრამ სათანადოდ მომზადებული არ ვიყავი, მაგიტო დავმარცხდი ესე და ეს შედეგი მაგიტო მოხდა. მაგრამ მაგის მერე დავიწყე ძალიან კარგით მზადება, დაკვირვებები დავიწყეთ, მეტი დარტყმების მომატება დავიწყეთ, სისწრაფეზე მუშაობა დავიწყეთ, აცელები, ყველაფერი გადახრები, აი ყველაფერიზე მუშაობთ, დავაკვირდით, მაგ ჩხუბს სულ ვაკვირდებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მინუსი იყო ეგ ჩხუბი ჩემთვის. პირველ რაუნდში წავაგე, ჩემთვის ეს არ განიხილებოდა, ხო? არა, მაგ ჩხუბის მერე დაგეგმული მქონდა რაღაც კაი რაღაცეები, მაგრამ მაგ ჩხუბის მერე კი ხო თქვი რომ გულს ამისურდა, მაგრამ დამელაპარაკდნენ ბიჭები, დამიდგნენ გულში და აგერ რევანშსაც კვირდებით რომ იქნება რევანში ბუხუტისთან, აუცილებლად. ველი მართლა ეს არ არის ზუსტად აი ამაშია ვაჟკაცობა, ამაშია ზუსტად ის სპორტული ჟინიც, ამაში არის რაინდული სურვილი და ყველაფერიც ზუსტად მე მაგალითად მაგას ვამბობ რომ ძალიან დიდი იმედი ბუხუტისთან ერთად რამოდენიმეჯერ უცხოეთშიც ვარ ნამყოფი. ჩემგან დიდი პატივისცემა ძალიან მაგარი ბიჭია მაქვს. კი, აი და მართლა მაგარი, აი მარჯვენა აქვს რაღაც სასწაული. ჩემთან ერთად ყავს იმაში, რა ვქო, საფრანგეთში ვიყავი, ისეთი ბიჭი ყავს დაგდებული, რომ რა ვიცი და სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავით, მაგრამ ამავდროულად შენგანაც ველით არანაკლებს და ზუსტად მაგიტო ჩაავსვი ეს კითხვაც რომ ზუსტად აი ეს ერთმანეთთან
ბრძოლაში, ერთმანეთთან დაპირისპირებაში უნდა გაიზარდოთ თქვენ უფრო მეტად და კონკურენციაში. სხვანაირად არ არსებობს, ეს არის კონკურენცია, ვაჟკაცური, ჯანსაღი, სპორტული და რინგის იქით კი ბატონო, პატივისცემა, ძმაკაცობაც თუ გინდა და რაც გინდა იყოს, მაგრამ ის რევანში უნდა შედგეს ჩემი აზრითაც ქართული კრივის კომაგები ყველა მივესალმებით აი ამ ბრძოლას და ველოდებით მოკლედ. მოკლედ ლუკა, მე მაინტერესებს შენგან კიდევ ერთი რაღაცა. შენ თქვი რომ მუშაობდი იმაზე, ამაზე. შენ თვითონ როგორ შეაფასებ, რა არის შენი ძლიერი მხარე და რა არის რაზე გაქვს, რაზე ისურვებდი რომ კიდე მეტად გემუშავა? ჩემი ძლიერი მხარე არის არ დანებება. პირველ რიგში არ დროს მივდები რა. ხასიათი მაქვს ეგეთი. მაგრამ აქ ბუხუტისთან შემთხვევაში ეს საჯმა გადაწყვეტა. მე და ჩემმა ტრენერმა არ გადაუწყვეტიათ ეს და როცა არ ნებდები, უკვე ჩხუბშიც ფიქრობ რა შეცვალო. აი პირველი რაუნდი უნდა ჩემი აზრით უნდა დააკვირდე. მაგრამ ისე მთლად არ არის ხარო ხელები ჩამოყარო და რაღაც რა. დააკვირდები რაღაც და მეორეში უკვე ცვლის სტილს რა თქმა უნდა და იწყებ უკვე დგომში კარგად ჩხუბს და ანალიზებ რა ხდება, როგორ უნდა გაიარო ეს უკვე სუნთქვასაც აკონტროლებ კარგად. და ეს ყველაფერი. შემიძლია ეხა იმას სხვა სტილი აქვს, მე მოძრაო. მოძრაობა შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი ტრენერი მოძრაობაზე ბევრს გამუშავებს, მოძრაობა. ზოგადად თუ დააკვირდებით რა, აი გელა, გიორგი ხოჯელანი, აი რინგზე ისე იბრძვიან მოძრაობით. და რთული დასაჭერები არიან და აი არ გვაქვს ესეთი ადვილი სტილი რა ჩვენ. და ეს ჩვენი მოსახელთებელი არ ახლა ჩვენი ტრენერის დამსახურება, მაგრამ შეგვიძლია სხვა სტილითაც ვიჩხუბოთ. აი დაუპირისპირდოთ, თუნდაც დგომში ჩაკეტილი ვიჩხუბოთ, თუნდაც ჩეხაობაში ავყვეთ. აი ეგ სტილი ყველაფერი გვაქვს. მაგრამ მეტოქის მიხედვით ალბათ უნდა შეცვალო. ჩემ სტილში მომწონს ყველაზე მეტად აი შეტევა და დარტყმები. მეტი უდრით დარტყმები რა. და მეტ უდარს გავზდი ეხა, გავაძლიერებ რა თქმა უნდა დარტყმებს, იმიტომ რომ შემიძლია მაგის არსენალი მაქვს დარბაშიც თუნდაც რა მიმაკლია, არაფერი არ მაკლია მაგისთვის და უფრო და უფრო ეს შედეგი არაფერი არაა ჩემი აზრით. უნდა მოვუმატო ეხა ამაზე არ გავჩერდები რა თქმა უნდა და მეტი დარტყმები და მეტი აზროვნება ჩხუბში. თუ არის აზროვნე და რაღაცა მარტო ესე ჩხუბე რა. ხო, სულ აზრი არ აქვს. კი, ვერტალი. უნდა იფიქრო ჩხუბში, დაალაგო რა როდის უნდა შეუტიო, აი მაშინ უკვე შემწნეულდე კარგად წარიმართება აუცილებლად ჩხუბი და თუ უკვე ისე იფიქრე რომ მარტო ორი პირდაპირ გიშველის, ან მარტო გადახრა გიშველის, ან მარტო პირდის ბაკაუი რაღაც გიშველის, აზრი არ აქვს. ერთი დარტყმებით საერთოდ რინგზე ვერ იჩხუბებ. იმიტომ რომ თან თუ პროფესიონალ მართლა ჩამოყალიბებულ სპორტსმენს ეჩხუბები, ერთ დარტყმას უკვე ერთ გაარტყამ კაი, მაგრამ მეორეს აღარ გაატარებს, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული სპორტსმენი ამდენჯერ რინგზე ნადგომი ნაჩხუბი, უკვე იცის როგორ უნდა ისილოს რაღაცა ეგ დარტყმა და ვეღარ გააკეთებ იგივეებს. რა უნდა შეცვალო აუცილებლად ჩხუბში თორე. სულ ეხა ჩემი ჩხუბები რაც ჩავატარე, ყველა სხვადასხვა სტილით მაქვს ჩატარებული, იმიტომ რომ ეხა სულ ორ სტილზე იყო, მე პირადად დავაკვირდებოდი ეხა მაგ სტილს და ძალიან ადვილად ავიჩვისებდი და ჩვეულებრივად იმას ვიზამდი, რომ მეთქი რა ადვილი საცემია, ესე ჩვეულებრივად მაგრამ არა და არა ადვილი საცემი, იმიტომ რომ მაგ ადამიანსაც შეუძლია სხვა სტილზე გადარტყვა, როგორც მე, იმიტომ რომ ისიც ადამიანია და მეც და მე რაც შემიძლია ის შეუძლია იმასაც. ხო, ანუ მეტოქე უნდა დააფასო. რა თქმა უნდა, მეტოქე უნდა დააფასო. ადვილად მოიგებ ან რაღაცა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რინგზე არავინ არ იცის რა მოხდება. შეიძლება ბრმა დარტყმა ისეთი მოხდეს, აი რო არ ელოდები საერთოდ. ლუკა, შენ საუბარში ერთი ის მომეწონა, კიდე რაც შეიძლება არ აღნიშნო, რომ უნდა განვითარდე, უნდა ყველაფერზე კიდე უფრო წინ წახვიდე, დაიხვეწო და არ გაჩერდე, იმიტომ რომ ერთი რამე უნდა გესმოდეს შენს და ყველას და მე მგონი შენ კარგად გესმის ეს, რომ რაც უფრო მოიგებ, ერთს მოიგებ, მეორეს მოიგებ, შენი მეტოქეები ყოველთვის გართულდებიან. რა თქმა უნდა. სუსტ მეტოქესთან აღარ უნდა გაყენებს რა. შენ უკვე ეს თამაშა რო დაიჭირე, ქვემოთ აღარ უნდა დაეშვე. უნდა იფიქრო, რომ აი ამაზე ძლიერთან მომიწევს ხვალ შეხვედრა და უკვე აი ამის დონეზე ვიყო და სულ წინ უნდა იარო, იმიტომ რომ ზოგს აქვს ხოლმე ის რომ ერთს რო რაღაცას მიაღწევს, გონია რომ აი ესე მოვიგე. მეორე მეტოქე იმ გამარჯვების მერე ისეთ სიძლიერს აღარ იქნება. იმაზე ძლიერი შეგვხდება ყველა ვარიანტი. ბევრად ძლიერი იქნება და აი ამაზე უნდა იყო ფსიქოლოგიურადაც მზად, ფიზიკურადაც, მენტალურადაც, რომ ისეთი კი არ შეგვხდება, იმაზე ძლიერი შეგვხდება და იმაზე ძლიერს როგორ გადატეხავ და ეს არის ზუსტად კიდევ აი იმ საწინდარი პროგრესის, რომ არ შეწყვიტო, მით უმეტეს როგორც აღნიშნე, ჯერ 18 წლის ხარ, ეხლა შედიხარ, ეხლა
გიძლიერდება კუნთიც, კიდევ უფრო მეტად ძვალიც, ყველაფერი აზროვნებაც კიდევ უფრო კარგად ხედავ, გამოცდილებაც გემატება და შეგიძლია რომ აი ამ კუთხით კიდევ განვითარდე და განვითარდე. კიდე ერთი კითხვა რაც მე დაგისვა არის ის რომ შენ როგორც უკვე ვთქვით მოდიხარ კიკბოქსინგიდან კიკბოქსინგი და კრივი რა თქმა უნდა ბევრ რამეში გაავს ერთმანეთს მაგრამ არის მნიშვნელოვანი სხვაობებიც თუნდაც იგივე დისტანციას კიკბოქსინგის სხვა დისტანციიდან აი ძირითადად მე ახლა კიკბოქსინგიდან ჩვენთან გადმოსულებთან რაც მაქვს ხოლმე შეხება და მისაუბრია ეგ არის რომ დისტანცია კიკბოქსინგის სხვა დისტანციიდან გიწევს ბრძოლა სხვა რაღაცებს გათვალისწინება კრივში სხვა აგრეთვე მოძრაობა კიკბოქსინგში სხვანაირი მოძრაობა გიწევს კრივში სხვანაირი მოძრაობა გჭირდება კიდევ შენ შემთხვევაში ხო არ გაგჭირვები ადაპტაცია კიკბოქსინგიდან როცა უკვე კრივზე გადმოერთვე და რამე სირთულეები ხო არ იყო აი ამ გადასვლას შემთხვევაში ერთი სპორტიდან მეორეზე სირთულე არა უფრო ადვილი მხარე დავინახე იმიტომ რომ კიკბოქსინგს როცა ვჭუავდით აი ოდნავ თავის დახრა შეიძლება მუხლი მოქმედრო და ცოტა დისტანციაზე მოდუნება ფეხი მოქმედროდა სახეში და აი როცა კრივი ვიჭუბე მივხვდი რომ შენ დისტანცია გიჭირავს ფეხი არ ხვდება და უკვე ხარ ხელების ხარჯზე ხელების ხარჯზე როცა ხარ უკვე იცი რა დისტანცია უნდა გეჭიროს კარგად აანალიზებ იქ ფეხი არ ხვდება იქ მუხლი არ მოხვდება და იცი რა უკვე კარგად ფიქრობ და ჩემი აზრით უფრო ადვილი იყო ხელებზე გადმოსვლა იმიტომ რომ კიკბოქსი ბევრად მერტულება რაღაცნაირად რა ჩემი აზრი ესაა იმიტომ რომ იქ ხელი ხვდება იქ ფეხიც ხვდება მუხლი ყველაფერი მუშაობს და თან ცოტა უხეში სტილია ეს კიკბოქსინგი და ეს ბოქსი ძალიან ლამაზია რაღაცა დგახარ დგომში დგახარ კომბინაციებს აკეთებ ძალიან ლამაზია და მაგიტომ მეწონა და მაგიტომ ავრჩია ეს კრივი იმიტომ ჩავერთე ხა ამ კრივში თორე კიკბოქსინგშიც ეხლა შეჯიბრებების მეტი რა არის მაგრამ უბრალოდ აღარ სტილი ამას უფრო მოერგო ჩემი სტილი ამას უფრო მოერგო რა თქმა უნდა და უფრო ეს მომწონს და თავიდანვეც აი ხა რო გითხრა რომ ფეხებს მაგრა ვჭუავდი არა სულ ჩემი სტილი იყო ხელებით მეჭუვა როცა უპირისპირდებოდი აი ფეხის მოჭუვას ან მაღალს რაღაცა უნდა ყოფილიყავი სულ ახლოში და ახლო დისტანცია უნდა მქონოდა და ხელით მეჭუვა რა თქმა უნდა ფეხით როცა გეჭუებიან ხელით უნდა ეჭუო სულ ახლოში უნდა იყო რომ არ დაგარტყას და მიეწებო და სულ ჩემი სტილი ხელებით იყო უფრო ხელებში უფრო მეტი დარტყმები ყურადღება ხელებზე მქონდა სულ და არც გამიჭირდა უფრო მომეწონა და უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინე ეხლა კრივზე ლუკა ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი მართლა მე ვხედავ შენში ყველანაირ პოტენციალს ქართული კრივის კომაგებს კიდევ მინდა უთხრა რომ ზუსტად აი ასეთი მოკრივეები არიან გადიან საზღვარგარეთ ატარებენ ძალიან მაგარ ბრძოლებს მოაქვთ ძალიან მაგარი წარმატებები სულ მალე საქართველოშიც კიდევ რო გვექნება შოუები საქართველოშიც ვიხილავთ ლუკას არაერთხელ თბილისში იქნება თუ საქართველოს სხვა რეგიონებში გამართულ რინგებზე ამიტომ მოდით უქომაგეთ ძალიან გჭირდება ლუკას ძალიან გჭირდება ჩვენ ქართული კრივს გჭირდება მთლიანად მოსვლა დარბაზებში მით უმეტეს არის ხოლმე სრულიად უფასო და მინდა იცოდეთ რომ არავის ნაკლები მოკრივეები არ გვყავს არავის ნაკლები შოუები საქართველოში არ ტარდება და სრულიად უფასოდ შეგიძლიათ ძალიან მაგარი ბრძოლების ხილვა და აი ეს ერთად დგომით ერთმანეთის გულშემატკივრობით ქართული კრივის გულშემატკივრობით შეგვიძლია რომ წინ ვიაროთ განვითარდეთ წინ წავიდეთ აი ესეთი მაგარი მოკრივეები არიან ჩვენს გვერდით და ყველამ კარგად უნდა იცოდეს რომ შემთხვევით არ ხდება ციდან არაფერი არ ცვივა და სულაც არ არის ესეთი ადვილი რომ ამ შედეგებს მიაღწიონ ქართველ მოკრივეებმა მათ უკან კიდევ ძალიან კარგი მწვრთნელები და ძალიან კარგი კრივის კლუბები დგას. ლუკა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახე დრო დღევანდელი საუბრისთვის, მადლობა რომ გვეწვიე სტუდიაში. მინდა გისურვო ძალიან დიდი წარმატებები და ველი შენგან ერთი მეორეზე უკეთეს და უკეთეს ბრძოლებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა. აი არასდროს არ ყოფილი ვარ ესეთ გადაცემაში რა და თქვენ რო გავიგე ტრენერმა მითხრა რომ თქვენ ხართო გადაცემაში მიწვეულიო აი ჯერ როგორ გამიხარდა იცი მეთქი რა მაგარია გადაცემაში უნდა ვილაპარაკო კამერებთან ძალიან მაგარი იყო აი დიდი მადლობა თქვენ ლევან ჩვენი მიზანი ეგ არის ზუსტად რომ შენაირი მაგარი მოკრივეები კარგი პიროვნებები წარმოვაჩინოთ და ნახოს კიდევ ახალგაზრდა მოკრივეებმაც რომ შესაძლებელია წარმატების მიღწევა დიდი მადლობა თქვენ აი მართლა ძალიან დიდი მადლობა გაიხარეთ წარმატებები დიდი მადლობა